დიდი მადლობა მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრებო. და რა თქმა უნდა ვიწყებთ მთავარი თემით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა. საკმაოდ მკაცრი შეკითხვები და ცხარე დებატები მოჰყვა მის გამოსვლას, განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო მსჯელობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვახტანგ გომბელაური. ვნახოთ ეს კადრი. უპასუხისმგებლობაა დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი არ გაეგება ეკონომიკაზე. თქვენ გონიათ რომ ზინავს? არა მეგობრებო, კი არ ზინავს გახარიას გამოსვლას რომ უსმენს ნირვანაშია შესული. ესეთი შეგრძნებებში აწეულია ჰაერში რამდენიმე სანტიმეტრით. ასე მგონია, ასე მომეჩვენა რა ვიცი. გახარიას გამოსვლისას ბევრმა საინტერესო ფრაზამ გაიჟღერა, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად ერთი დამა მახსოვდა, მე ძალიან მომეწონა სხვათა შორის და მოდით ეს ვიდეო ვნახოთ. მერწმუნეთ რომ ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია ხალხმა. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონჩი რა კორუფცია რასამ იქ ეგეთი თემა. ვაიმე სიტყვაზე დამიჭირეთ რა. რა კორუფცია ხალხო, ვიღაცა ჯიგრულ პონჩი და რამე. მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთო, ესე თქვა ამ ღვთისმიერმა კაცმა, ეს ვერ გავიგე. სერიოზულად თქვა თუ იხუმრა. ნუ ხუმრობის ხარისხზე არ გავამახვილებ ყურადღებას, სხვათა შორის მსგავსი იუმორები მახსოვს ბიძინასგან, ღარიბაშვილისგან, კვირიკაშვილისგან და ბახტაძესგან. ერთ კარგ კონცერტს კი გააკეთებდა კაცი, მღერიან და ხუმრობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები. გიორგი, ისე ხომ არ წყის შენზე რომ ვღადაობ? ეს დაცინო არ არის, არ გეწყინოს. ვიღაცა წაყვანმა, ვიღაცა პრემიერ-მინისტრი რაღაცა თქვა ჯიგრულ პონჩი, რაღაცა პონჩი გაგადავების ამბავში. უნდა გაგიტყდეს რა. სიტყვას დამიჭირე ხო? შემდეგი თემაც გახარიას ეხება, გავრცელდა ხმები რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მიდის და მის ადგილს დაიკავეს სუსის ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი, ხოლო ლილუაშვილის ადგილს დაიკავებს ანზორ ჩუბინიძე. ჩუბინიძის ადგილს კიდევ სხვა და ასე შემდეგ. ცვლილებები დაგეგმილი კი არის, უბრალოდ დოლურად ამოაგდო ძვირფასო მეგობრებო. ქართულ ოცნებაში ყოველ 9 თვეში ერთხელ ხომ პრემიერ-მინისტრის გათამაშებას ატარებს ხოლმე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ხო და ამჯერად დოლურამ გიორგი ლილუაშვილი ამოაგდო. ბიძინა ივანიშვილი ისევ თავისი ერთგული და სანდო ადამიანებით აკომპლექტებს მთავრობას, ნელ-ნელა ისე ვიწროვდება ეს წრე, რომ ცოტა ხანში მარტო მეჯვარეებს და ნათლიებს დაგვინიშნავს, იმიტომ რომ ეს ხარჩება. ესენი ღარჩებიან, ვინც არ დაუნიშნავს არსად. საერთოდ ამ მთავრობის დროს მინისტრების შეცვლა 90-იანების დენის თამაშს მაგონებს. აი დენი რომ დაიწყებდა თამაშს და მეზობელი რო ყავდა ყველას, რომელიც სულ რაღაცას აკეთებდა. ისევ სვარკავს ის, ხო იცი, ისევ სვარკავს, რო ვამბობდით ხოლმე. ასე ახლაც. მინისტრთა კაბინეტი თამაშობს, ესე იგი ბიძინა სვარკავს. სვარკავს და ესე იგი ამის ბრალია. ცვლილებები გასაგებია, მაგრამ ისმის კითხვა, სად წავა გახარია? ამ კითხვაზეც არსებობს პასუხი, რომელიც ასევე კულუარულად გავრცელდა და გახარიაო მიდისო ოპოზიციაშიო. ეს პრინციპში ჭორი კი არა, კაცო, ორსიტყვიანი ანეკდოტია. გახარია ოპოზიციაში. ეს ისეთივე ორსიტყვიანი ანეკდოტია, როგორც არის მაგალითად ირმა ინაშვილი ოპოზიციაში. იცით კიდე რამდენი ვიცი ესეთი ორსიტყვიანი ანეკდოტები? ძალიან ბევრი ვიცი. აი დროთა განმავლობაში გეტყვით. მოგიყვებით ხოლმე ნელ-ნელა. ესე იგი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ქართული ოცნება ხომ ბიძინა, ახლა ოპოზიციასაც ბიძინა აკომპლექტებს. რა გამოდის თუ გაერთიანებულ ოპოზიციას ან ევროპულ საქართველოს არ აძლევ ხმას, მაშინ ხმა უნდა მისცე ან ბიძინას ოცნებას, ან ბიძინას ოპოზიციას, ან ბიძინას პატრიოტთა ალიანსს. მოკლედ ივანიშვილს ხელისუფლებაში დარჩენის ფართო პალიტრა აქვს გადაშლილი. ფაქტიურად ყველა დირკიდან ხელისუფლებაში რჩება. ფაქტიურად. პრემიერ-მინისტრის გახარიას გამოსვლის შემდეგ უცნაური ფაქტი დააფიქსირა ჟურნალისტის კამერამ, პარლამენტის დერეფანში, ნახოთ ეს ვიდეო. როდესაც შესაძლებელია ამათივე წირი დაპირება 300 ლარი დასაქმებულზე. ხედავთ, როგორ ვერაგულად ესვლის გია ვოლსკი რომან გოცილიძეს ზურგში. ხედავთ ხო, მაგრამ გონია რომ რომან გოცილიძე ესეთი სუსტია, რომანი ქართველი ნეოა მატრიციდან. უიებს სულ ესე იცინებს რომანი თავის. ესე რომ გაეკეთებინა რომანს
ძალიან სასაცილო იქნება. რამდენიმე დღის წინ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ყველას გილოცავთ, მოგვიანებით, ძვირფასო მეგობრებო. 26 მაისს დიდი სიხარული გვეწვია, კვლავ გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილი. ნახოთ თავის ამალასთან ერთად, ნახოთ ეს ვიდეო. ეს ვიდეო შეიძლება სიხარულის მომგვრელი აღმოჩნდეს, გააჩნია როგორ უყურებ. წარმოიდგინეთ ახლა ესენი ყველა ასე ერთად პოლიტიკიდან მიდიან. აბა წავიდა. აი ხედავთ უკვე როგორი ბედნიერი ვიდეოა, ძვირფასო მეგობრებო. ისე დააკვირდით ხომ როგორი კადრი იყო. ისე მოდიან გეგონება რომ მართლა ქვეყნის მართველები არიან. ამათზე დგას მთელი სახელმწიფო, ესე მოდიან რა. აი მუსიკაც შეუცვალოთ და უფრო ხასიათი მივცეთ ჩვენს სუპერგვირებს, ძალიან კარგი იქნება. მოდი ესე ვცადოთ, აბა. კარგია. ასე უკეთესია. მე პირადად ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თვალწინ საფრანგეთი წარმომიდგა. ქალბატონი სალომე მობრძანდება და უკან მოხვება დარტანიანი და 3 მუშკეტერი. აბა ეს ვერსია განვიხილოთ და ვნახოთ, კარგი იქნება ესეც. Порадуемся на своем веку. Красавице и куку, счастливому клинку. აი, ნამდვილი მუშკეტერები არიან, ეს მოუხდა ძალიან. ყველა ერთნაირ ფორმაში არიან გამოწყობილები. თავიანთი დევიზიც აქვთ უბრალოდ ცოტა თავისებული, მაგალითად, ყველა ერთისთვის, ის ერთი თავისთვის. აი ესეთი მარტო. კომპაქტური მარტო. 26 მაისს მასშტაბური ღონისძიებები არ ჩატარებულა, მართალია 100 სალია მთავრობას ამისთვის, ანტიკრიზისული გეგმა აქვთ განსახორციელებელი, მაგრამ არ ვიცი როდის აპირებენ, რადგან ის 200 ლარიანი კომპენსაცია ჯერ არ დაურიგებიათ. აი შევარდნაძის დროს რო პენსიები იყინებოდა ხოლმე, ხომ გახსოვთ? ამათ პირდაპირ ანტიკრიზისული გეგმა გაეყინათ. ასე რომ ვთქვა. ამ დახმარებებზე ახალი რეგულაცია მოიგონა მთავრობამ, 3 თვე ხომ ყველაფერი გაჩერდა ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ 1 მაისს მაისის შემდეგ ხელფასი ჩაგერიცხა, მაშინ 200 ლარიან დახმარებას ვეღარ მიიღებ. მე მაინც გირჩევთ 1-5 თვე კიდე დაველოდოთ, იქნება ვინმე დაიწყოს კიდევ სამსახური და კიდევ დაიზოგება ფული. და ბოლოს იქნებ იქამდეც მივიდეთ და იქამდეც მივიდეს საქმე, რომ შეიძლება არც არაფერში გჭირდება ის 100 მილიონი. ის 100 მილიონი საერთოდ არაფერში აღარ გჭირდება და დაუბრუნოთ უკან იმ გაჭირებულ ღვთისმიერ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარა. ხო გახსოვთ 80 მილიონიც რო წაიღო თავისთვის. არ გჭირდებოდა, რაში გჭირდებოდა და მაგითო წაიღო. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ მეგობრებო, არ იქნება 200 ლარი, იქნება კიტრის შითილები. აბა მთავრობა რისთვის გყავს? ის მუდამ ჩვენზე ზრუნავს და მუდამ გვეხმარება. ვნახოთ, როგორ არიგებენ აჭარაში მოსახლეობას, როგორ ურიგებენ აჭარაში კიტრის შითილებს, ვირფასო მეგობრებო, დასახმარებლად. გრძელდება შითილების დარიგების პროგრამა მოსახლეობაში. დღეს ქედის მუნიციპალიტეტში რიგდება კიტრის შითილები. რაოდენობრივად დაახლოებით 150,000 შითილი ამოტანილია უკვე ქედაში. კიტრის შითილებს ურიგებენ მოსახლეობას. ოღონდ მარტო კიტრის შითილებს ურიგებენ, მარტო. კიტრის და პომიდორის შითილებსაც არა. მარტო კიტრისას, ანუ მთელი 4 თვე ელოდები, რომ გაიგო რით დაგეხმარა მთავრობა. და ბოლოს სალათიც არ გამოდის. ხალხის დახმარებაზე ხომ ამდენი დრო სჭირდება ხოლმე მთავრობას მოსაფიქრებლად, სამაგერო ძალიან სწრაფად მიიღეს კანონი მიწების და ტყის გადასაფორმებლად. კანონის მიხედვით ეკლესიებს გადაეცემათ მათ ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი. მოკლედ ღმერთმა 7 დღეში შექმნა სამყარო და საპატრიარქომ 3 დღეში დაიმტკიცა, ვირფასო მეგობრებო. ქართული ოცნება ეკონომიკური კრიზისის დროს მაინც ახერხებს წინსვლაზე და განვითარებაზე ფიქრს, მაგალითად ქუთაისის ახალი სლოგანი აქვს. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ოპოზიცია ქუთაისის მერიას ტურისტული სლოგანისთვის დახარჯული 50,000 ლარის გამო აკრიტიკებს. ქუთაისის ტურისტული ცენტრის, რომლის შენახვა წლიურად 700,000 ლარი ჯდება, აი მაგალითად რებრენდინგისათვის ხელახლა რამოდენიმე წელიწადში დახარჯული თანხა და აი ამ 50,000 ლარის დახარჯვის შედეგად თურმე მივიღეთ აი ეს სლოგანი ქუთაისი ქალაქი. ქუთაისი ქალაქია. ამ სლოგანში რაღაც კომპანიამ აიღო 50,000 ლარი. მხოლოდ ეს სლოგანი კი არ მოიფიქრეს, საჩუქრად წყალტუბო სლოგანის გამოაყოლეს. წყალტუბო მისი დამამშვენებელი.
ქუთაისი ქალაქია, 50,000 ლარი, ქუთაისი ქალაქია, თელავი ქალაქია, ბათუმი ქალაქია, ზუგდიდი ქალაქია. ხედავთ ხალხო, სულ რაღაც 10 წამში 200,000 ლარი გავაკეთე. აი, გაკეთდა. 10 წამში. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ამ იდეით. რამდენად კრეატიული უნდა იყო, რომ ეს სლოგანი მოიფიქრო და რამდენად ნაგლი უნდა იყო, რომ ამაში 50,000 ლარი აიღო ადამიანმა. 50 ლარი მოგეცათ, მე გეტყოდით მაგას. პირდაპირ, აი მოვიდოდით გეტყოდით, ქუთაისი ქალაქია. ქვეყანაში ძალიან გააქტიურდა რუსული პროპაგანდა. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ამ პროპაგანდის არის ასეთი: კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც ჯერ არ გამოუგონიათ. არ უნდა გავიკეთოთ, რადგან თხევადი ჩიპები უნდა შეგვიყვანონ ორგანიზმში, რომ მერე დასავლეთმა იოლად გმართოს. აი ეს მოსაზრებას უფევს, ვიფასო მეგობრებო, რუსული პროპაგანდის. მე გავიგე ამ თხევადი ჩიპები თურმე შეიძლება ტერმინატორებათაც გადავიქცეთ, მე ესეთი ინფორმაციას გავიგე და ყველას არნოლდ შვარცნეგერის სახე გვექნება. მე ეს გავიგე. ამას კიდე არა უშავს, მე მეშენია ტერმინატორ 2-ში რომ თხევადი რობოტია. იმათ არ გადაგვაქციონ. ვერცხლის წყალივით რო დნება ხოლმე, ხო იცი? თოფს რო ესვრი და ესეთი ნახრეტი და თავისით რო იყვრება. მხოლოდ ვაქცინა არ არის საშიში, მე ვფიქრობ, რომ არც დასავლეთიდან შემოსული თხევადი შამპუნებით არ უნდა დავიბანოთ თავი, იმიტომ რომ ის კანიდან შედის ტვინში და გვიყენებენ თხევად ჩიპებს. მე ესე მგონია. აი თვალი რო გვეწვის ხოლმე, ხომ ხვდებით? ეგ თხევადი ჩიპია. თხევადი ჩიპი შედის მაგ დროს და მაგიტო გეწვის ის თვალი. ამიტომ ჯობია თავი დავიბანოთ 72%-იანი რუსული სარეცხის საპნით. ხომ გახსოვთ რომელზე ვამბობთ? აგურს რო გავს ესეთი. რო არ ქაფდება, აი ესეთი აგური. მოკლედ რუსული პროპაგანდა ისე მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ამას ტვინის გამორიცხვა აღარ ქვია, პირდაპირ კერხერი აქვს მიშვერილი ჩვენს ტვინებზე და დიდი წნევით გვიკრიალებენ ჩვენს ნერვულ სისტემას. აი ეს არის ჩემი ბოლო შეფასება, ძვირფასო მეგობრებო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭის მთებში ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების საბადოები აღმოაჩინეს. მოკლედ ჭორვილმა ინდიანა ჯონსმა მორიგ განს მიაკვლია. ფაქტიურად გრძელდება ჩვენი მიწაცების პროცესი, იქეთ ეგრეთ წოდებული სამშვიდობოები განაგრძობენ ბორდერიზაციის პროცესს, აქეთ ეგრეთ წოდებული მოქალაქე განაგრძობს რაჭის ბორდერიზაციის პროცესს. ამ ინფორმაციის საფუძველზე იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რაჭაში არა მარტო ჰესები, არამედ მთებში არსებული ოქრო და ლალის თვლის საბადოების მოღება უნდაო. ყოველ შემთხვევაში შაორზე სათევზაოდ რომ არ არის ასული, ეს ზუსტად ვიცით, ვირფასო მეგობრებო. ამ რაჭის საბადოების მერე მივხვდი, რომ ბიძინასთვის ეს ქვეყანა ერთი პატარა ელემენტივითაა. ენერგია ხო გამოწურა ბოლომდე და ახლა უკვე ჭეჭყავს, ვირფასო მეგობრებო. ესე იგი, ბიძინა როგორ სიტუაციაში იყო, იცი, ამ რაჭის ოქროზე? აი, ექიმი რო ვენას რო ვერ პოულობს, ნემსის გასაკეთებლად. რო ვერ პოულობს ვენას და უცბად რო არტერიას რო მიაგნებს დის და აი ასია ზუსტად რა საყდრისის მერე ეძებდა ამ არტერიას, ეძებდა, იცოდა რომ ბოლომდე არ იყო მაინც ეს ქვეყანა გამოწურული. მიაგნოს ხილ არტერიას კარგს და აი ეს არტერია პირდაპირ აორტა აქ ნანახი. მეგობრებო, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ სულ მალე მოსალოდნელია რაჭის მთების ტერაქტი. პრინციპში ჩვენთვისაა ტერაქტი, თორე ივანიშვილისთვის რაჭის მთების ფეერვერკი. ასე რომ დიდი დრო აღარ დარჩა არჩევნებამდე და არჩევნებზე თავად შეგვიძლია ავირჩიოთ რაჭის ლამაზი მთები გვინდა გადამწვანებული ბუნებით თუ რაჭის თვალუწვდენელი უდაბნო. ვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. მეტი რა გითხრათ, მეტი რაზე გელაპარაკოთ. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს. ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით.